წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. ბუნებრივია ბევრისთვის ეს სია და წიგნების ის ჩამონათვალი, რომელიც მას მიაჩნია, რომ ცხოვრების მანძილზე უნდა წაიკითხოს, სრულიად სუბიექტურია. თუმცა ეს სწორედ ამ დასახელებით აქვს გამოცემული პალიტრაელს. ის წიგნი, რომელზეც დღეს მინდა რომ ვესაუბრო და ეს არის ჟოზე სარამაგოს წიგნი, რომელსაც ქვია სიბრმავე. სარამაგო, რომელიც ალბათ პორტუგალიის საუკეთესო მწერალია და ერთადერთი ნობელიანტი მწერალია, რომელმაც მოახერხა და ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში იმ მწერლებს შორის, რომელიც პორტუგალიურ ენაზე წერდნენ. და მას უამრავი კარგი წიგნი აქვს დაწერილი, როგორიც არის მაგალითად იესოს სახარება, ან კიდევ კაენი, ან სიკვდილის წყვეტა და ასე შემდეგ. თუმცა საუკეთესოდ ალბათ ადამიანურ ბუნებას ის წიგნი გამოხატავს, რომელზეც მე დღეს მინდა გესაუბრო და ალბათ რომელიც ითვლება კიდეც მისი შემოქმედების მთავარ წიგნად და ნამდვილ მაგნუმ ოპუსად. და რაზეა ეს წიგნი? სიუჟეტი ვითარდება ერთ-ერთ უსახელო ქალაქში და პერსონაჟებიც აქ, რომელიც ავტორს გავს გამოყვანილი, არც ერთ სახელი არ აქვს. ის მათ მოიხსენიებს როგორც უბრალოდ ექიმის ცოლი, ან შავსათვალიანი გოგონა, ელამი ბიჭუნა და ასე შემდეგ. და ეს არ არის ბუნებრივია შემთხვევითი და ეს მიანიშნებს იმას, რომ ის თემები და ის ამბავი, რომელიც შეიძლება აქ ვითარდება, ნებისმიერ საზოგადოებას შეიძლება ეგ დაემართოს და მოხდეს. და რაზეა წიგნი? კაცი ბრძოლი, რომელიც მიდის მანქანით, შერდება შუქნიშანთან, წიგნი იწყება ასე, აღმოჩნს, რომ უეცრად ბრმავდება. და ადამიანები, რომლებიც მას ეხმარებიან და შედიან მასთან კონტაქტში, ისინიც თანდათან და ეტაპობრივად ბრმავდებიან. ანუ ქალაქში იფეთქებს ეგრეთ წოდებული სიბრმავის ეპიდემია. და როგორც წესი, ამ დროს მთავრობა აწესებს კარანტინს და იზოლაციაში გადაყავს ადამიანები, რომლებიც დაბრმავდნენ და ის ადამიანებიც, რომელსაც უბრალოდ შეხება ჰქონდათ აი ბრმა ადამიანებთან. და რა ხდება ასეთ დროს, აი ამ დროს მწერალის ოსტატობა სარამაგოს არის იმაში, რომ ის როგორი ანატომიური სიზუსტით აღწერს და სააშკაროზე გამოაქვს მთელი ის ბნელი ადამიანის სულში მიმალული ის ბნელი რაღაცნაირი ინსტინქტები, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც ის დგება რაღაცნაირ ექსტრემალურ პირობებში, ანუ რაზე არის ადამიანი ზოგადად წამსვლელი, როდესაც ის რაღაცა აპოკალიფტური სურათის წინაშე დგება და მას უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. როგორ შეიძლება უბრალოდ აი ცივილური, კულტურული ადამიანიდან და ერთგვარი მორალურად, ზნეობრივად დახვეწილი ადამიანიდან ის უბრალოდ ცხოველად და ველური ბუნების მქონე არსებად იქცეს. ანუ როგორ შეიძლება მოხდეს სრული მორალური დეგრადაცია საზოგადოების მაშინ, როდესაც შეიძლება ის რაღაცა ისეთი მოვლენის წინაშე დადგეს, როგორიც არის მაგალითად რაღაცა ეპიდემია და როცა ადამიანებს უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. და ჩვენ ამ წიგნის პარალელის გავლება პრინციპში სრულიად სამართლიანია და თავისუფლად შეიძლება იმ მოვლენებთან, რომელიც ჩვენ გქონდა რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და სრულიად მსოფლიოშიც იყო და ბევრმა ადამიანმა ზოგადად გამოაჩინა ის რაღაცნაირად სახე, რომელსაც დიდი ხანი ცხოვრების მანძილზე ნიღბის ქვეშ მალავდა და რაღაცნაირად მოხდა მორალური გადაფასებებიც და ადამიანებმა ჩვენ ნახეთ როგორ შეცვალეს რაღაცნაირად ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაც კი და სრულიად რაღაცა ახალი საზოგადოების ფორმირების წინაშე დავდექით თითქოს. და ეს წიგნი მნიშვნელოვანი არის იმით, რომ ეს წიგნი ერთგვარი გაფრთხილება საზოგადოების და ადამიანების, რომ სანამ მოხდება რაღაცნაირად ასეთი აპოკალიფტური სურათის დადგომა, იქამდე მოხდეს შემჩნევა ჩვენი მხრიდან იმ უსამართლობის, იმ რაღაცნაირი სისასტიკის თუ ძალადობის, რომელიც შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში იყოს, მაგრამ ჩვენ ამის წინაშე ვიყოთ თვალდახუჭული და ბრმები. სწორედ ამის თქმა უნდა მწერალს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა უსამართლობა შეიძლება ჩვენს ირგვლივ იყოს, ადამიანებს შეიძლება უბრალოდ არ აწუხებდეს ეს საერთო და ნაკლებად იყვნენ სოლიდარულები იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც უბრალოდ შეიძლება რაღაცა დახმარება ან რაღაცა თანადგომა და გვერდში დგომა სჭირდებათ. ამიტომ როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ჩვენ ბრმები კი არ ვარ, ჩვენ ყოველთვის ბრმები ვიყავით, ბრმები, რომელსაც მხედველობა ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ხედავდნენო.
მოკლედ ეს წიგნი არის იმაზე თუ რაზე შეიძლება მართლა იყოს ადამიანი წამსვლელი, როდესაც ის დგება, როდესაც მასში იღვიძებს ცხოველური ინსტინქტები და მას უწევს გადარჩენა ბრძოლისთვის. თუმცა მთავარი გამოწვევა როგორც წესი არის ადამიანურობის და ღირსების შენარჩუნება სწორედ ასეთ პირობებში და ამას გვეუბნება მწერალი და მას გამოყავს ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც არის ექიმის ცოლი და რომელიც არის ერთადერთი ადამიანი წიგნში, რომელიც არ ბრმავდება და სწორედ აი მისი პერსპექტივიდანაც გვანახებს ავტორი აი მთელ საშინელებას და იმ სისასტიკეს და ძალადობას, რაზეც შეიძლება იყოს ადამიანი წამსვლელი მაშინ, როდესაც ის ფიქრობს, რომ მას არავინ არ უყურებს. ანუ როგორც სარგებლობენ ადამიანები იმით, რომ ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, უეცრად გადაწყვეტავს, რომ მას რაღაცა მანქანა მოპაროს, ან ასე შემდეგ. მთელი ის რაღაცა ბინძური ზრახვები, რაც შეიძლება და ის ბნელი მხარეები, რაც შეიძლება ადამიანში ღრმად იყოს დამალული, უბრალოდ ელოდება იმას ისეთი მომენტის დადგომას, რომ ამ რაღაცა იმ ინსტინქტების რეალიზაცია მოხდეს. სწორედ ამიტომ არის ეს წიგნი ერთგვარი გაფრთხილება ადამიანების მიმართ და საზოგადოების მიმართ, რომ არათუ ჩვენ რაღაცნაირად მოვახდინოთ საკუთარ თავში აღმოჩენა იმ ბნელი მხარეების, რომელიც ჩვენს სულში შეიძლება იყოს ღრმად დამალული და უბრალოდ ვიყოთ თვალღია და არ ვიყოთ ბრმები იმ სიტუაციების და იმ უსამართლობის მიმართ, რომელიც შეიძლება და იმ ძალადობის და სისასტიკის მიმართ, რომელიც შეიძლება ჩვენს ირგვლივ სამყაროში ხდებოდეს და უბრალოდ დღეს ვარ ჩვენ ამის მიმართ ძალიან ბრმები და ვერ ხედავ და ვერ ვიმჩნევ თითქოს ამას. მოკლედ ეს არის შესანიშნავი ტექსტი, შესანიშნავი წიგნი და მე ვფიქრობ, რომ ტყუილად არ არის შეყვანილი ამ სერიაში, რომელიც თითქოს ხმაურიანი განცხადებაა, რომ უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალი ხარ, მაგრამ ეს წიგნი, ჩემი აზრით, ნამდვილად არის ის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, სანამ ცოცხალია.